თუ გაქვს ერთი ცალი კიტრი და ჩვეულებრივი კონტეინერი, შეინახე ვიდეო, რომ არ დაკარგო რეცეპტი, გამომიწერე და დავიწყოთ. დავჭრათ კიტრი ძალიან თხელ მრგვალ ნაჭრებად. ეს რაოდენობა გათვლილია დაახლოებით 2 ადამიანზე, თუ მეტი გინდათ, დაჭარით 2 ცალი კიტრი. თუ გაქვს წითელი ხახვი, ესეც გამოგვადგება, ძალიან ცოტა დავჭრათ ძალიან წვრილად. კიტრის და ხახვიც გადავიტანოთ კონტეინერში. თუ გაქვს ერთი კბილი ნიორი, ესეც დავჭრათ წვრილად და დავამატოთ. თუ გაქვთ ქათმის ფილე, ესეც გამოგადგებათ, შეგიძლიათ დაამატოთ მოხარშული, მე აეროღუმელში მოვბრაწე ცხიმის გარეშე და ისე დავამატე. ასევე გჭირდება ბერძნული იოგურტი 2-3 სუფრის კოვზე. ვამატებთ ზეითუნის ზეთს. მოვაწუროთ ცოტა ლიმონი, ძალიან უხდება. რაც შეეხება სანელებლებს, ვამატებთ პილპილს და მარილს. დავახუროთ კონტეინერს თავსახური და კარგად ვანჭყრიოთ. საბოლოოდ მივიღებთ დაბალკალორიულ, პროტეინით და ცილებით სავსე, ძალიან ჯანსაღ და გემრიელ სალატს. მზად არის, შეგვიძლია გავსინჯოთ. უგემრიელესი გამოვიდა, სხვა საინტერესო რეცეპტები რომ არ გამოტოვო, გამომიწერე. დროებით.